აი ხა ცოტა ხანში სეზონი იწყება და წარმოიდგინეთ, ესე იგი ზღვაზე რო დაგიჭირონ მილიმეტრებში გიზომავენ ბადის თვალს. ნება დართული არის 18 მილიმეტრიდან ზევით თვალი. 18, 20, 22, 25. 18-ის ქვევით თვლიანი არ შეიძლება აგრა დაგაჯარიმებენ და თუ კი დაგინახეთ თევზის დაჭერილია, ნუ იქ ჯარიმა არის ესეთი, რომ შეიძლება ციხეც ნახო, ვერ გადიხდე. და აი ამ ბოლო ხანს ეს პრობლემა დარჩა ჩვენ მეთევზეებს, რომ ვერ თევზაობენ, აი ესე თავისუფლად, სრულყოფილად, როგორც დაუშვათ 20-30 წლის წინ იყო. აი ეს სეინერები, რომელიც აი აქ ჩვენ ვხედავთ, ეს არის თურქეთის მონაკვეთზე გამოსული ეს რამოდენიმე სეინერი, უკვე ესე იგი ჩაყაროს ბადები ამოაქვენ და რომ იცოდეთ, კაი ბლომათას ამოაქვენ. 100 მეტრის სიღრმეში და 1,5 კილომეტრის რადიუსში იჭერენ აბსოლუტურად ყველა სახეობის თევზს. იქ ხამსას არის, წილიც არის, მსხვილიც ყველანაირი. არავითარი კონტროლი იმათთან არ არის. ჩვენთან წარმოვიდგინეთ სპეციალურად გამოვლენ და ზღვაში გაგიზომავენ ამ მილიმეტრებს ან და თევზის სახეობა წვილი მსხვილსაც იქ გაგიჩევენ. ძალიან ცუდი ვითარებაა და გული გვწყდება, რომ ამის მეტი თავისუფლება არ გვაქვს მეთევზეებს. ასე რომ ჩვენ სარფელებს, ძირძველ ლაზებს ხელფეხი შეკრული გვაქვს, რომ ვითევზავთ. პირველი საბრძოლო იარაღი, რომელიც დღეს ცნობილია ქვაშურდულის სახით, დაახლოებით 3000-3500 წლის წინ ითვლებოდა ყველაზე საუკეთესო იარაღად, დღეს ესე იგი შემოგვჭა და მე განვაახლე ამის ნიმუშები და ასეთნაირი ბოლოები ქონდა ქვაშურდულს, 2 ბოლო, 1 ბოლოზე იყო დამატებითი მიმაგრებული თოკი, რომლის მეშვეობითაც ხდებოდა აი ამ ქვაშურდულის დამაგრება ხელზე. აი ასე ხელზე. მეორე ბოლოს დაიკავებდნენ აი ამ სამთითზე და აი ამ ქვაშურდულში ჩადებული ქვას ქვის გაქნევის შემდეგ, ესე იგი ეს ქვაშურდული ისე მეომრის ხელში რჩებოდა, ქვა კი მიდიოდა აი მოწინააღმდეგის მხარეს. აი ამ ქვაშურდულის გაქნევა ხდებოდა გარკვეული წესის მიხედვით. დაუშვათ მეომრები, რომელიც წამოსული იყვნენ საბრძოლველად, იმათ აწყობდნენ რიგებად და აი იმის მერე, როდესაც დაეწყობოდა და ერთმანეთს შორის მანძილს დაალაგებდნენ, მერე ხდებოდა ამ ქვის გაქნევა. ქვა დაახლოებით 70-80 მეტრის სიშორეზე მიდიოდა. ქვის მასა ზოგჯერ დაახლოებით 9 კილომდე იწონიდა და ეს უკვე წარმოადგენდა გარკვეულ ისეთ იარაღს, რომელიც თავისუფლად დააზიანებდა ადამიანს, თუ კი ის მაგალითად თავზე მოხდებოდა. ქვაშურდულიდან გაქნეული ქვისგან თავის დასაცავად არსებობდა საშუალება, რომელსაც ერქვა ფაფანაკი. აი ეს ამ ფორმით იყო ფაფანაკი, ასეთი დიდი მოცულობის. საჭირო შემთხვევაში ამას თავზე იხურავდნენ და ვინიცობა ქვა თუ მოხდებოდა, ეს ერთგვარად ამსუბუქებდა დაუშვათ დანარტყამ ქვას. მაგრამ თუ კი დაუშვათ
ან გაუწყდა ან დაკარგა თვითონ ქვაშურდული, მაშინ ამასაც იყენებდნენ, ამ ფაფანაკსაც იყენებდნენ ქვაშურდულად. აი ამაში ჩადებდნენ ქვას, ესეთ იგი ქვაშურდული ჩადებდნენ ქვას და აი ამით ისროდნენ. ეხლა აი ამ ყველა ამ ტექნიკის დამუშავება ჭირდებოდა რა თქმა უნდა გარკვეული დაზგა, სადაც რითაც მზადდებოდა ეს საბრძოლო იარაღი ქვაშურდული. აგერ მე მაქვს წარმოდგენილი უკვე დასრულებულ ფაზაში მიყვანილი ქვაშურდული და დაუმთავრებელი ფაზაში მიყვანილი ქვაშურდული. აი ასეთნაირი დაზგა ჰქონდა დაახლოებით, სადაც ხდებოდა აი ამ ქვაშურდულების დამზადება. მასალა შემდეგ და შემდეგ უკვე კანაფის გარეთა ტყავი. კანაფის ტყავი, მე მაგათ ჩემ ბავშვობაში ჩვენ იმას ვაკეთებდით და თოკს ადესად ნახავდი მაღაზიაში თოკი. ესე იგი ისევ ადგილზე ვამზადებდით თოკს, ოღონ კანაფის ტყავისაგან, გარეთა ტყავი. ნებისმიერი ძაფი, თოკით, ძაფიც, ყველაფერი. აი მაგალითად სათევზაო ბადეებს ხო ხსოვდნენ, აი იმ კანაფიდან დართული ძაფებით ხსოვდნენ სათევზაო ბადეებს. როგორც ჩანს, თითო გაქნება არ იყო საკმარისი. ამიტომ საჭიროება მოითხოვა აი ამის გაუმჯობესება. აი ასე თოქზე ასმული ქვას მერე ისევ როგორც ქვაშურდულის წესი, აი ასე დაიკავებდნენ, ამას დაატრიალებდნენ, გაუშვებდნენ, აგერ მეორე უკვე მზათა, მერე მეორე, მერე მესამე, ზედიზედ, აი მაშინდელი დღეს რო შევადაროთ, კალაშნიკოვის ავტომატი იყო. ლაზურში ძალიან ბევრია, ძალიან საკმაოდ არის თამაშობანი, რომელიც სულ დაკავშირებულია ბრძოლასთან. ყველა სათამაშო, თითქმის ახლა ქალების სათამაშოს გარდა დაკავშირებულია ბრძოლასთან. გინდა, ახლა ლახტი, ყველგან ეხტია ლახტი, კამარობან აქაც იცოდნენ, მილიონია აი ეს რიქტაფელა. ამას ისვრი ურტყამ და ის მოდის ამხელა ჯოხი, მაგარი ხისგან უნდა იყოს და იჭერ, შეიძლება მოგხვდეს. აი ეს უკვე დაჭერაა. შურდული, სულ საბრძოლო იგენია, რომ ადამიანი სპორტულად გაიზარდოს და ბრძოლისთვის მოემზადოს. საბრძოლო იარაღჩოების დაუფლების ერთ-ერთი კიდე საშუალება იყო ბავშვების მიერ მილიონის თამაში. მიწაზე ოდნავ ამოთხრიდნენ, პატარა ჯოხს ასე დადებდნენ და აი ამით გაიქნევდნენ შორს. შორს იქეთ მხარეს, მოწინააღმდეგე დგას, რომელიც ცდილობს დაიჭიროს ეს ჯოხი. თუ დაიჭირა, ესე იგი შენ დამარცხებული თვლები გადადიხარ და შენ დგები იქეთ მხარეს. დაუშვად ვერ დაიჭირა. აქეთ გადმოაგდებს. შემდეგ ეს ჯოხი ისე აწევ, აი ასე დააყენებ და აი ამ შენი ჯოხით ამას დაატყამას ეს მაღლა ადის. აი მაღლა ასული და დატრიალებული ეს პატარა ჯოხი, აი ისეთ მომენტში უნდა დაატყამას, რომ რაც შეიძლება შორს გააგდო. ამისათვის საჭიროა უშუალოდ მას დაატყა შუაში. შუა ნაწილში მოხვედრილი ჯოხი, რაც შეიძლება შორს წავა. თუ კი ასე ბოლოში მოხდა, ის იქვე ჩამოვარდება ამ მეორე ბოლოში. ასე რომ ამასაც დაუფლება უნდა და ამიტომ პატარა ბავშვობის ასაკში უფრო ადვილად ითვისებენ აი ასეთ თამაშობებს. და ამას ეწოდება მილიონის თამაში. მილიონი. ტოპაჯი არის ასე დაახლოებით 10 სანტიმეტრის სიმაღლის ხისგან გამოთვლილი კონუსური ჯოხი, რომელსაც ეხება გარკვეულ ჯოხზე მიმაგრებული თოკი.
და აი ამ თოკის მეშვეობით ხდება მოძრაობაში მოყვანა ამ ტოპაჯის. ნუ ხლა აქ არ იმუშავებს, მაგრამ მაინც იმუშავთ რო ისხნათ. აი ეს ასე დებ, აი ასე აგდებ, ამასე უტყამ და ეს ტრიალებს. ტრიალებს ფაქტიურად ეხლა ეს როგორც წეღამ თქვი, არის იგივე მათრახის ხმარების დაუფლების წესი და აი ეს შენთვის არის მოწინააღმდეგე, რომელიც წარამარა იქეთ-აქეთ დარბის და შენ უნდა შეურჩიო რაღაცა კუთხე, რომელიც შემდეგ ესე იგი შეიძლება მაგრად დააზიანო. Miau, bekatu, kias gelajedatu, macaina, chomatu, abjo, basha y datu. მითხეს რომ გარეული ყემალიო უფრო კაი ხმა გამოვაქვა უფრო კაი ხმა იანი ხმაო ისიც გავაკეთებია თურმე ეს ხილი თუ 1000 ჯობია ხმა კაი მაგას და დევდო უთხარი უჩმოდ არ გახრიტო მეთქი არ გახრიტო მეთქი რა მან გახრიტა გახრიტა ხმადან კარგა და ეს დავხურე მე ეს ზედა დავხურე მე გამოვიდა ამას რა ახსინდა დაუგრა უკვე სხვანა არის ხმა არ გამოდის სიამდვილეში 6 ხვრებს ვუგეთებ 6 ხვრებს 6 ხვრებთან ვუგრავე და ხან 5 თითით ვუკრავ ხან 6 თითით დაბალი ხმაზე ესე იგი 6 თითით ვუკრავ ახლა პეტრმოიდიან და შვიდიც ისო ვიყავი ან კიდეც ვუკრავდი და ამის ოსტატი იყო ბაბუაჩემი ბაბუაჩემმა მასწავლა გაკეთებას მასწავლა და დაკვრაც მასწავლა აი მის შემდეგ 93 წელში ვარ დღეს ყველა ეს ინსტრუმენტის თან ვაკეთებ და თანაც ვუკრავ დიშკაში დოგი ხვედი კემერინჭი პეშკაში დოგი ხვედი კემერინჭი პეშკაში
სილვარი ყვაბაშკაში ჩიმირედო გიჩკეტარ გიოლეჩკები ჩიმირედო გიჩკეტარ გიოლეჩკები მე დაახლოებით 8 წელს ვიყავი, როდესაც დავინტერესდი ამ ინსტრუმენტით. ძალიან მინდოდა სწავლა. ბატონმა ილია აბდულიშმა, რომელიც დღესდღეობით ცოცხალი აღარ არის, მაგან გვასწავლა. აი ძალიან გულმოდგინედ ვეკიდებოდი ამ საქმეს, რადგან ვიცოდი, რომ ჩემი კუთხის წარმოსაჩენი ინსტრუმენტი იყო და ასე ვთქვათ, შემიყვარდა ძალიან, ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა ეს. ილიას ხმაც კარგი ქონდა, პირველად ძალიან კარგად უკრავდა და თვითონ როგორც ადამიანი უაღრესად კეთილი და კარგი ადამიანი იყო. და ის რო გააკეთებდა ისეთი პილილი, ბევრმა გააკეთა, მაგრამ ისეთი ჟღერადობა არ ქონდა, როგორც ის აკეთებდა. იმას ძალიან კარგი სმენა ქონდა და ბევრი ლაზური სიმღერები მაგან იცოდა. და ახლა მისი გოგო აგრძელებს ამ საქმეს, აბდულიში ლილი. საზოგადოდ საქართველოსა და მთელ მსოფლიოში ქალთა რეპერტუარი უფრო კონსერვატიული და ნაკლებად განვითარებულია ვიდრე მამაკაცთა. მაგრამ ლაზეთის შემთხვევაში ასეთი კაფიო მუსიკალური ზღვარის გავლება ქალთა და მამაკაცთა რეპერტუარებს შორის არის საკმაოდ რთული, იმიტომ რომ ძირითადად შემორჩენილია იმ ჟანრის სიმღერები, რომლებსაც ქალებიც ასრულებენ და კაცებიც. საინტერესოა, რომ თოხნის სიმღერებში ერთ-ერთი მათგანი არის ჰეამო, იქ მამაკაცებთან ერთად შემსრულებლებად ქალებიც გვევლინებიან, რაც ქართულ ეთნომუსიკალურ სივრცეში იშვიათი შემთხვევაა, იმიტომ რომ როგორც წესი თოხნის სიმღერებს მამაკაცები ასრულებენ. ლაზეთის შემთხვევაში ახლა სხვაობა ქალთა და მამაკაცთა რეპერტუარს შორის უფრო სოციალური ფუნქციით უნდა აიხსნას და გარკვეულწილად რელიგიურითაც. იმიტომ რომ მამაკაცები მაგალითად სიტყვით არ იტირებენ. მატირიან მხოლოდ ქალები და მამაკაცები ბავშვ საკვანში არ უმღერებენ, ქალების საქმე არის ეს. და უნდა ვთქვათ, რომ ქალების სიმღერა, განსაკუთრებით სააკვნეს სიმღერა ნანა, ანუ იგივე ლაზურად ჰანანი, ერთ-ერთი საკმაოდ ისეთი მღერადი და ძალიან ძვირფასი ნიმუშია ჩემის აზრით. ნანი ნანი ჭიტა ჭანი ანაკრასრენ ბაბასკანი არხეს ხერხი დოკაჩეი არხეს ბუი მოკაჩეი ნანი ნანი ჭიტა ჭანი მელე მულუნ ნანასკანი ქალამანი დოკაჩეი ციცი ოფშა მოკაჩეი ნანი ნანი ჭიტა ჭანი საშა ქეხტუ პაპუსკანი ხეს ბიგა დოკაჩეი მურუცხეფე გონცახეი ნანი ნანი ჭიტა ჭანი აცი მულუნ ნანასკანი ჭიკი ჭიკი მეშახენ ჭიტა ბიჭი ონწელიში კამარა მაგინკან ვაიმგარა ონწელითი ვაგიღუნ ბაბასკანი ფუკარა ჰანანი დო ჰანანი ვიდასკანი კურბანი მაჟურნანა მიყოუნ არჩკიმი დო არსკანი ესეც დედის სიმღერა იავნანა
იამნანა ახლა რაც მე ჩემ ბავშვობაში მესმოდა დედა ჩემი რომ მეც მიმღეროდა ალბათ, მაგრამ მე რო გავიზარდე ჩემს დებს ძმებს უმღეროდა. ნანი 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 ჰაედო ჰაედანი ონ წელი ჭიტი ჭიტი მოთ მოწკე ჭიტა მაგინკან სინჯი ორდოდო მარდიდი ესე იგი ონწელი ჭიტი ჭიტი აკვანი ჭიტი ჭიტი სოიძახის რო არწერ და რა მიყურებ პატარა პიტი თიკანზე რა ყველაფერაკი ნუ თიკანია რა პატარა ბავშვს ესეთი თა მე გიმღერი შენ დაიძინე რომ მალე გამეზარდო დიდი ნანი ნანი ბერე ნანი 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 დო ნანი 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 como estás babaskani como estás babaskani vaminon paraskani como estás babaskani Rame aratom aredzine. Hai nani nani, hai nani nini nani. Nenets zilghuizilshi gipitsebs. Hai nani nana nani, hai nani. Tetrat rom ateneb ghamebs. Gagma rom dgisitats tsinavt shens dzmebs, shens moqvarul lazebs. Hai nani hai santlat mienate matsurus gzasibneleshi gaunate ausse ჭანურის სული hai nani nani სხვარის ლაზეთის მართველი გახსოვდეს ისინი მუდამ როგორც საკუთარი სახელი ქვეყანა მშვენდება, იზრდება, იძინე, ხვალისთვის ნელ-ნელა შენი მზეც გამობრწყინდება. საფრენი ფრთები არ დაგეცო, იარე, ეძიე წვალებით და ცოდნის პატარა ნამცეცებს დახედე პოვნელის თვალებით. გაღმა რომ გელიან ლაზები იმათი ქulis თქმა გაიგე ტკივილი სასთუმლად დაიგე გახსოვდეს იმათი თვალები და მონატრებული რაჰათი გზა ჩვენსკენ განაყვალები სიზმრის მიერი ბარათი გათენდა ნუ დაიძინებ მოგელის კარგი